ეს არის ჩემი ბოლო ლუკმა შემდგომი 5 დღის განმავლობაში. და ვიდეოს რო უფრო საინტერესო გამოვიდეს, ვეცდები რომ შევასრულო 5 ჩელენჯი. ყოველ დღე უნდა ვიარო 10,000 ნაბიჯი, 50 საათის მშიერმა უნდა ვივარჯიშო და დავიღუნო შტანგები. ამ პერიოდში უნდა გადავიღო YouTube-ის ვიდეო, პარალელურად უნდა ჩავატარო ლექციები და ბოლოს უნდა ჩავიდე ყინულის საბაზანაში სულ მცირე 100 წამით. ეს 5 დღე ჩემთვის იქნება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ტესტის, რომელსაც ან გავუძლებ, ან ვერა. ასე გამოიყურება ჩემი ბოლო კვება 100 საათიან შიმშილამდე. ეხლა არის 4 საათი და 19 წუთი. ჩემ თებშზე ხედავთ ქათამს, ბრინჯს, რუხს, თინუსის კონსერვს ლობიოსთან ერთად, თელმარს ლამპურს და კვერცხს. აქ ნახშირწყლები ძალიან მჭირდება მთელი მარაგის შესავსებად. რახან შემდგომი 1 საათი ავრჭამ და უმეტეს ნაწილს დღის სტუდიაში ვატარებ, მაცივარში ესაჭმელიც არაფერში არ გვჭირდება. ეს მწარედ μου უნდა გათხოვება ჩემი ფასტინგისას. თბილისში რამდენი ხანი ესეთი თოვლი არ მინახავს, ამიტომ დარჩენილი 3000 ნაბიჯი უნდა შევასრულოთ სახლში. თანამ ჩემ ბოდიელს უყურებ ისე რომ ამ ვიდეოში გაიგებ გახანგრძლივებული ფასტინგის რეალურ სარგებელზე და ასევე საფრთხეებზე, რომელსაც ბევრი ვერ ხედავს. ბოლო ლუკმიდან 14-20 საათი ორგანიზმისთვის ადაპტაციური ფაზაა. სხეული ბოლო კვების ენერგიას ხარჯავს. 20-დან 48 საათამდე იწყება პანიკური სტადია. რა დროს ორგანიზმი ვერ ხვდება საჭმელს ელოდოს, თუ სარეზერვო საცავები გახსნას და ეს პერიოდია ყველაზე რთული. 48 საათის შემდგომ კი იწყება ნამდვილი ადაპტაცია. ორგანიზმი მიხვდა რომ ყიზილბალშების შემოსევაა და ქვეყანა ალყაშია, საკვებს აღარ ელოდება და მთავარ საწვავად გლუკოზის ნაცვლად ცხიმოვან სხეულებს იყენებს. ანუ კეტონებს. 72 საათიდან კი აუტოფაგია პიკს აღწევს და იწყება ორგანიზმის თვითგაწმენდის გაძლიერებული პროცესი. მაგრამ რადგან პროცესი ძალიან სტრესულია, მაღალი ალბათობა რომ 100 საათის გასვლის შემდგომ საჭმელი მაციური ენერგია ჩავჭამო და კიდევ უფრო დავისტრესო. მაგრამ ჯერ ვნახოთ რა იმართება ჩემს ორგანიზმს პირველ 24 საათში. წარმოგიდგენთ რომ შენი ღვიძლი არის power bank-ი, ენერგიის სამარაგო ორგანოგაკ 100 გრამ გლიკოგენს, ანუ გლუკოზების ბურთებს ინახავს, მაშინ როცა დაგჭირდება და ნორმალურ მდგომარეობაში თუ ყვევები, ეს 100 გრამიანი მარაგი სავსეა. ეხლა რა ხდება ფასტინგისას? საათში დაახლოებით 4-5 გრამი გლიკოგენის გამოყენება უწევს. მაშინაც კი როცა შეიძლება უმოძრაოდ იდო დივანზე და ცეკვანორტყლობს უყურებდე, იმის რომ გადარჩე. გულის მუშაობა, ტვინის მუშაობა, ბევრი სხვა საესწრო ფუნქცია. რა ხდება ახლა ჩემ შემთხვევაში? ავდივარ, მუშაობ, დავდივარ. ამ დროს ჩემი ხარჯვა გადის დაახლოებით 7 გრამამდე საათში. კალკულაციებით ეს ნიშნავს, რომ 14-15 საათში და თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ სუყე ნახშირწყლებით მდიდარი ბოლო კვება მქონდა, 18-20 საათში ველოდები ჩემი ღვიძლის მარაგების გლიკოგენის სრულიად ამოწურვას და აი მან იწყება მთავარი თამაში. ეს იქნება გამოცდა, როგორც ჩემი ორგანიზმისთვის, ეს ენერგიის წყარო სხვაგან მოძიება დაჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმ გადარჩეს და მეორე, ეს იქნება მთავარი დაცდა ჩემი მენტალური და ემოციური ნაწილის. გლუკოზის მონიტორი უკვე დამაგრებულია დღე იწურება 10,000 ნაბიჯი უკვე შესრულებულია სახლში. მეც ნელ-ნელა ვემზადები დასაძინებლად ვინებიქერს 9 საათს რა ადრე დაძინება, მაგრამ რას ვიზამთ უფრო ადრე თუ არ მომწყდება თავი მომდევნო საათში, ძალიან კარგი ვგზავნა თავს, იმიტომ რომ ახლა ხავშა მე რეალურად ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, ცოტა ფიზიკური აქტივობა კი მქონდა და ცოტა დავიღალე კლინიკური ნუტრიოლოგიის ჩართველი, მაგრამ საბოლოო ჯამში იდეალურ ვგზავნა თავს. მე მგონი ეს დღეები იმაზე მარტივი გამოვა, ვიდრე გონია. ესე გაცინდა დღე მეორე. ფასტინგი ახალი დაწყებული მაქვს, ამიტომ შევიდივარ გრძნობ თავს და ავისუნი მცემსაი. მე მგონი ეს იქნება ერთადერთი ბედნიერების მომენტი შემდგომი 80 და პლუს საათის განმავლობაში. ეს შენთვის გააკეთე მარტო ყავა? მე ვერ ხედავ რომ სადღაც მოკოწიალებული ხო არა. ესე ხო არ გას, ეს ეს ყავა იქნება მე მგონი ჩემი ერთადერთი სიამოვნების წყარო გაღვიძებისას დილით შემდეგი 100 საათის განმავლობაში. ეხლა ამას მოусმენ ვითომ მეცნიერები და იტყვიან შენ თუ პერსონალიზებული ნუტრიოლოგიის მაგისტრი ხარ თან ერთადერთი საქართველოშიო. არ იცი რომ ყავა უზმოდ არ დალიო? ხოდა ვიცი ჩემო კარგო, რას ვიზამთ? ესეთი ცხოვრება დადგა. უნდა დავიწყო წყალი. ყავა, გავძლო 100 საათს მე ვისაუბროთ განსხვავებულად და აღარ დავლო უზმოზე ყავას. შემეშვით რა. ესეც ასე გავიდა 100 წუთი დილის უწყვეტი მუშაობის. მუშაობთ ბავშვთა ნუტრიოლოგიის თემაზე. ძალიან მალე ახალსიახლეებს მოგიყვებით სხვა ვიდეოებში. როგორც იქნა გვაქვს მტკიცებულობაზე დაფუძნებული ბავშვთა ნუტრიოლოგიის ნაწილი აკადემიაში. ამასობაში გათენდა. ეხლა არის სადღაც პირველი საათი, როგორც წესი, ამ დროს ვიწყებდი საუზმეს ყოველთვის და ჩემო ორგანიზმს ეხლა გამახსენა რაღაცა ნერწყვი მომადგა, კუჭი ბუყბუყებს, მეთქი რა ხდება? ჭამის დროაო, ამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო რეგულარულ ყვავილთა შორის დროებს. შენი ორგანიზმიც იმ დროს გთხოვს მე საჭმელს, როცა მიაჩვიე. 24 საათი გავიდა. მეორე დღეს 5 საათია და ეს გლიკოგენის მარაგები რაც მოგიყევი უკვე კარგი ხნის ამოწურულია. ამას შიმშილის უდონითად ვგრძნობ, ეხლა ტვინი უგზავნის
თავს სიგნალს რომ თორნიკე რამე გვაჭამე, თორე დაღუპულები ვართ. ჩემი შემშილის ჰორმონი გრელინი ჰაერშია და უკვე ნერწყვი მადგება საჭმლის გახსენებაზე. ხო და მე რას ვიზამე ხა? ავდგები და პოდკასტ შევწერი. პოდკასტს მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ვარ, ჩემი ტვინი ჭირდა საჭიროებს გლუკოზას. უნდა ვიყო მახულგონიერი, სწრაფად მოვიფიქრო პასუხები, წინადად ბოშუაში არ გამიწყდეს. მისი ზრდა და მატება. ცხიმოვანი ქსოვილს შეიძლება გამოთავისუფლოს ისე მოუწყდება სიტყვები. მაშინ როცა თქვენ ახლა რაც ნახეთ, ეს არის brain fog-ი, ტვინის ნისლი. ანუ ჩემი ნეირონული სინაფსები, რომელიც საჭიროებენ გლუკოზას აქტივობისთვის, არ ვაწვდი ვაში მშილებ. ზუსტად იმიტომ, რომ ახლა 27 საათი გავა ბოლო კვების მერე, ჭირდებათ გლუკოზა, ჩემი ღვიძლის მარაგებიც შედარებით ამოწურულია და სანამ ეფექტურად მოხდება გლუკონეოგენეზი და მერე უკვე ცხიმის სამარაგო ენერგიად გამოყენება, ალბათ ცოტა ხანი ვიქნები კოგნიტურად ფუყე. აი ჩემი ოქრო სტუდენტები. ესენი ხა ადამიანები არიან, მაინდა-მაინც ჩემი ფასტინგის დროს ვარ ამოლაგებულიყვნენ, სვეცკური და დაბალკალორიული და მაღალცილოვანი კრეკერებით. ნახე რა უნდა მუსოდახ რამონებენ ჩემ თვალწინ. მოიცა, მოვა თქვენი გამოცდის დრო მაცადეთ 77. რა დღეში ვარ ნახე 127 ვერ გამოვაკელი. ლექციაც დამთავრდა და 30 საათი გახდება მალე ფასტინგის. ცოტა ისეთ შეგრძნებებია, თან ნაცნობი, თან კარგად დავიწყებული, ვინაიდან აქამდე მისდია შედარებით გახაზებული შიმშილი. უფრო მეტად უენერგიოდ ვარ, ვიდრე მშია. ნახოთ, დავალოდოთ. დღეს სრულდება და სამწუხარო დილით 10,000 ნაბიჯი ვერ შევკარი. ხა აი, უკვე მიწია უენერგიობამ, თავი მტკივა ფასტინგისგან თუ მუშაობისგან ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს იქნება ყველაზე დიდი ჩელენჯი პროცესში. საქმეების კეთება და ფიზიკურად აქტიურად დარჩენა 100 საათიანი შიმშილისას. მაგრამ ნახოთ, ფასტინგის დადგას შიმშილობისას შემდგომ დღეებში პირდებიან მენტალურ გასხიოსნებას. მესამე დღე გათენდა და რაღაც ძალიან უცნაური რაღაცა ვიგრძენი. შიმშილი გაქვს რა, ენერგია მას ხამს. ეხლა ჩემი ორგანიზმი ჩემს ხელს ეუბნება. შენ არ ნერვიულად ვიყო, აგერ კორტიზოლი, აგერ ადრენალინი, წადი და მამონტზე ინადირე. მე მამონტზე ვერ ვინადირებ, რომც მოვინადირო, მაინც ვარ შევჭამჯერ, ამიტომ ავდგები და ვივარჯიშებ. 40 საათზე მეტი გავიდა და წესით მე მკვდარი უნდა ვიყო უკვე, მაგრამ ნახეთ, ენერგია მაქვს. საიდან ამ ხელა ენერგია? აი შემოდის კონცეფცია, რომელიც ძალიან საინტერესოა ნუტრიოლოგიაში, როგორც ვზახით, ეგოისტ კუნც. ღვიძლის ენერგიის მარაგები როგორ იშლებოდა გითხარი. ანუ დაახლოებით 20 საათის შემდგომ ჩემმა ღვიძლმა თავისი საქმე შეასრულა, დაცლილია და ელოდება დიდ ნადიმს, სანამ შეივსებს ნახევარწლის მარაგს. რა შუა ამ დროს კუნთი. თუ ღვიძლი 100 გრამ გლიკოგენს იმარაგებდა, კუნთი მასზე 3-ჯერ, 5-ჯერ მეტს იმარაგებს, გააჩნია კუნთის მასას. და მაშინ სად არის ამდენი ხანი ეს ძიმე არტილერია? რატო არ გამოვიდა დასახმარებლად? პასუხია ეს არის ეგოისტი. ღვიძლი წარმოდგენა არის საბანკო ანგარიში. ნებისმიერ დროს შეგიძლია სესხის აღება. კუნთი არის ჩაკეტილი საკრედიტო ბარათი. სადაც მეტი ფულია, მაგრამ ფულს ვერ გამოიტან შენს ნებაზე. ანუ სისხლში კუნთი ნახშირწყლის წყაროს გლუკოზას უკან ჰარალზე არ აპრუნებს, კი არა და საერთოდ არ აპრუნებს. არ აინტერესებს გული, არ აინტერესებს ტვინი. იტოვებს თავისთვის, სწორედ ესეთი მოვლენებისთვის ევოლუციურად მამონტზე სანადიოდ, ან ვებხვი რომ გამოგიკიდებოდა და როცა საჭმელი არ გიქნებოდა. ახლა კი ფიზიკური აქტივობის დროს, ანუ ეხლა შემდგომი 20-30 წუთი და მეტიც კარგად უნდა ვიყო, უნდა ვიგრძნო ენერგიის დაცვა შემდგომ, იმიტომ რომ რეალურად ამ 100 წუთიან ვარჯიში სადღაც ჩემი კუნთის გლიკოგენის მარაგის მინიმუმ 70%, 50% მაინც გამოვიყენებ. აი ბოლოსკენ უკვე მანქანას რო შესაწოვი ამოეცლება და უიცრად რო ჩერდება. აი ეგრევად კუნთებიც კარგად წრთის. აი ეს რომ მქონდა ხა ალბათ 1-10 ჯერ წამოვიდა და გული გასული 40 საათი. იმიტომ რომ ჰიდრატაცია და წყლის დალევარი კრიტიკულად მნიშვნელოვანი წლიანი ფასტინგის დროს. ჩემი სითხის მიღების დაახლოებით 50% უჭირავს სუფთა წყალს, დაახლოებით 30% უჭირავს მინერალურ წყალს, დაახლოებით 10-15 ხანახან 20% უჭირავს კოფეინის შემცველ სითხეებს, ყავასთან ჩაის. მაგრამ მე მგონი ეს მინერალური წყალიც არ ყოფნის და ცოტა მეტი საფორთი ჭირდება ჩემ კუნთებს. ჭირდება ელექტროლიტები,
კუნთის ფუნქციისთვის გაიხარე. ამ ვილაბის ელექტროლიტების სახელად ჩამოვედი. ოფისში გვაქვს დოპლ 1 სპორტსმენებისთვის ელექტროლიტების შემოსავალი. მაგრამ სამწუხაროდ ჩაქარი აქვს. ნუ სამწუხაროდ ეხლა სამწუხაროდ რეალურად სპორტსმენების აქტიური ელექტროლიტების შესავსებად გლუკოზა გჭირდებათ. სხვა მინერალებთან ერთად. ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ფასტინგი არ დავარღვევთ, ამიტომ გჭირდება რაიმე სადაც შაქარი და კალორია არ იქნება. ესეთია ამ ვილაბის ელექტროლიტები. ესეც ესე სადღაც 40 დავიცავით ძირეული, სასიცოცხლო, გადამრჩენელი ფუნქცია ფასტინგზე და ეს არ არის არჩევანი. მით უმეტეს თუ ფიზიკურად აქტიური რჩები უჭმელობისას სითხის ბალანსი ელექტროლიტებთან ერთად არის გადამწყვეტი, რომელიც გადაწყვეტს რამდენად უსაფრთხოდ ჩაილვის მთელი პროცესი. აქ არ არის საუბარი მენტალურ ძალისხმევაზე და შიმშილის გრძნობაზე. ეს არის ის, რაც გინარჩუნებს სიცოცხლის ფიზიოლოგიურ საწყისებს. ამიტომ ამის გარეშე გამორიცხულია. კაი და რახან თბილისში მოყინა და ლისე ტაქსი არ ამოდის. სანამ პასპედან ოფისში მივალ. აქამდე გამოვიყენებ გზას ფეხიცას შეარულო 10000 ნაბიჯი იქნება უფრო ადრე შეგვრად დაბავნახოთ მეგონი ქვის წერენ. აბა სალამი მონატრებულ ჯგუფს. დღეს გვექნება ლექცია და ვლოგი ერთად 100 საათიანი ფასტინგის შუაში ვარ. ნახე წარმოიდგინე რომ შენი BM არის, ანუ ბაზალური მეტაბოლური რიტმი არის, სახლის დენის კომუნალური გადასახადი. რაღაცა, რასაც იხდი ყოველთვიურად შენარჩუნებისთვის ელექტროენერგია რომ მოგეწოდება და რომ იყენებ. ნათურები ანთი ამ სახლში ან ტვენი მუშაობს, ვენტილაცია ჩართული ან ფილტვები სუნთქავს და ტუმბოც მუშაობს, ანუ გულიც გერს. ანუ ეს არის ის ენერგია, რომელსაც შენ იხდი უბრალოდ იმაში რომ იარსება. ძალიან გამიჭირდა. და აი როცა მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად მაშინ დამერხა. მიუხედავად ჩემი შემართებისა, ჩემი ორგანიზმი უკვე იმდენად სტრესშია, რომ ღამის 2 საათზე გამეღვიძა, თან თავი მდგივა, თან თავრუმე ხოვა და ისეთი შეგრძნებები მაქვს, რომელსაც ნამდვილად არ ველოდი. პრობლემა იმაშია, რომ თუ ვერ გამოვიძინე, ხვალიდან ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ რაიმე გავქაჩო და მომიწევს ჩელენჯი შევწყვიტო. მაგრამ მაგის შვიდი ვარ, თუ პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი ვერ გევიგე, ამიტომ ეხლა დროა ჩემ მეგობარ თაროს მიმართო დასახმარებლად, იმიტომ რომ ვიცი. ამდენი მნიშვნელობა აქვს ძილს ამ პროცესში. მაგნიუმი მქონდა სალამი და კიდე მელატონინი. მოკლედ ეს გიორგის ღია შოკოლადი რო ვარედოს შემსხვერწენ კიდე იდეალური იქნება. ეს ახლა ძილისთვის ივსვამ, რომელიც ნამდვილია რაღაც საღამოს, მაგრამ ამის გარეშე კიდე უფრო იქნება და ჩემი საკონტროლო პროცესში. ეს მჭირდება საჭმლის მონმებელი სისტემისთვის, რომელიც არ არის აქტიური, იმიტომ რომ ლუკმა არ შესულა უკვე რაღაც 50 საათზე მეტია ჩემს საჭმლის სისტემაში, მაგრამ ასე თუ ისე ჭირდება მოვა ძილი, გაბა არის ესეთი ნეიროტრანსმიტერი თავის ტვინში, გამა-ამინო ბუტრატის მჟავა, რომელიც ტვინის დამშვიდობელი ეფექტი აქვს და ეხლა რომ არ ჭირდება ჩემი ტვინი და ვერ ვძინებ, ჭირდება მაგის მიღმა ნეიროლოგიური ფუნქცია, მოკლედ ყველაფერში ჩართული ეს მაგნიუმი. მელატონინი კიდე ძილის ჰორმონია, რომელიც ეხლა დაარტყამს ტვინს მუხრობს. მეოთხე დღე გათენდა და ალბათ დღეს იქნება ყველაზე რთული დღე, იმიტომ რომ გავიღვიძე დილით. აი ესეთი გლუკოზის გრაფა დამხვდა, ანუ სრულიად ცხიმების დაკატო სხეულების ენერგიაზე უნდა იყოს ახლა გადართული ორგანიზმი და მაგას ხვალ დილით ექიმთან ვიზიტისაც დავადასტურებთ. დავიწყე მუშაობა არ გამომივიდა, დავიწყე ახალი ვიდეოს ატვირთვა Instagram-ზე და YouTube-ზე და უკვე დავეცი. მინდა დავწვე და არაფერი არ ვაკეთე. საჭმლის სუნი ჭკუიდან გადამიყვანს, ეს რა არის? თქვენ ახლა ადამიანები ხართ? შენს მიშვებით. მივით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დიდი ბატონი თორნიკე ფასტინგზე იმყოფება, მე ძალიან გემრიელად მიგეთმე აი ამ ხარის პუდინგს, რომელიც არის ცილებით და დამატებული შაქრების გარეშე. ასასიებუდოა ყურება. ჯანდაბა. ვერ გადავიღეთ ვიდეო. დ-ვიტამინზე ენერგია მაქვს 0. გარდა ლექცია გვეწყება ახლა მალე. ამიტომ ვიდეოს გადაღების ჩელენჯი ჩავარდა. ახლა ვნახოთ რას ვიზამთ ლექციაზე. გავიდა 75 საათი დაახლოებით. ისევ ლექციაზე მივდივარ ამჯერად სხვა ჯგუფთან და იმედი აქ მაინც არ დამხვდებიან გაშლილ სუფრით. ფეხშიშველი ვარ ასული კოხტაზე. სიცივის თერაპიის ნაწილი იყო და უკან რო ჩამოვედით, მარცხენა წერა თითის გვერდზე რომელიც არის, მიშავდა და მე მომწია 9 საათია და მე ისე მეძინება გეგონება 100 საათი არ მიჭამია კი არა, არ მიძინია. ბოლო ღამეა უჭმელობის. მე ხვალ მთელი დღე წინ მაქვს.
ჩელენჯები, ლექცია და საღამოს გემრიელი ვახშამი უკვე საჭმლის გარდა აღარაფერზე მიფიქრება რა ხან ბოლო დღეებია, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ბოლო დღეს გათენდა მეგობრებო ფასტინგის ძალიან ცოტა დარჩა უკვე ჩემთვის არ მშია ზედმეტად სუბუქად ვგზნობ თავს უბრალოდ თავბრუნე ხოვა და ენერგიის სუპერ ნაკლებობა მაქვს ამიტომ ახლა მოვედით მრჩეველში ექიმთან ნუკისთან ენდოკრინოლოგთან უმაგრეს უჭკვიანეს ადამიანთან აკადემიის განუყოფელ წევრთან რომ ვნახოთ რისკები გადავიმოწმოთ ანალიზები და რასაც შევამზადოთ პირველი კვებისთვის გრძელვადიანი შიმშილობის მერე შევედით ნუკისთან კაბინეტში რომ დეტალურად გაგვივლო ყველა რისკი სამწუხაროდ მიკროფონმა მხოლოდ ჩემი კუჭის წრიალი ჩაიწერა ამიტომ მოკლედ მე მოგიყვები თავი გამოწვევა სითხის და მინერალების დეფიციტია ნუკიმ შემახო თავზე ხელი გადავისვა და მითხრა რომ ელექტროლიტებს სწორად ვიღებ გავიკეთეთ 5 მნიშვნელოვანი ანალიზი სადაც ინსულინი და კეტონების პასუხმა დაადასტურა რომ ჩემი ორგანიზმი გიჟივით იყო გართული კეტოზზე ინსულინი ქვედაზღვარზეა გლუკოზა 70 მგ დეცილიტრში და კეტონები კიდე ცაში თორნიკეს შარდის ანალიზის და შარდის წამოღება და ახლა ადგილზე მიწის თუ ფიში გააკეთო ისე არა ვიღა თუ არ შეყვა ალბათ იმიტომ რომ იფიქრეს ხა დიდი ბიჭია და თავის თას იზამსა ამ შესანიშნავ მაგნიუმმა და ავილაბის სუპერ ელექტროლიტებმა ანუ ჩემმა მინერალურმა დანამატებმა ზუსტად ის შედეგი მოგცა რაც გვინდოდა მაგნიუმი ფოსფატი ნატრიუმი კალიუმი და ქლორიდები ყველაფერი ნორმაშია ანუ ბიოლოგიურად ექსპერიმენტის სუფთად მიდის ჯერჯერობით მაინც და აი ბოლო ჩელენჯის დროც მოვიდა ამდენი ხნის ფშიერი გაყინულ წყალში აქამდე არადროს ჩავსულ ვარ ფასტინგის დასრულამდე სულ რაღაც 4 საათი დარჩა მაგრამ ეს 100 წამი შეიძლება საუკუნედ მომიჩვენოს კაკო და გიგი სად იყვნენ მე როც აბზენებს ვაკეთებდი ნახე როგორ ამიტანა კანკალმა აქ არის მნიშვნელოვანი სუნთქვა მომნატრებია ეს ოხერი ეხა კუნთი ვერ ხვდება რა ქნეს იმიტომ რომ ენერგიისთვის სჭირდება სითბოს წარმოქმნა ერთ-ერთი გზა კი კანკალს იმიტომ რომ გლუკოზა არ აქვს ეხლა კუნთები წყობენ გლუკოზის ჭამას გიჟივით გლუკოზა არ აქვს იმიტომ რომ ხუთი დღეში მე ხუთი დღეში ვშვილობ ამიტომ ერთ-ერთი გზა თრთოლით მოძრაობებით სითბური ენერგია წარმოქმნას. აი ეგ შემოდის საქმეში რუხი ცხიმი. ბავშვები გრაბიდებიან. კუნთური მასა არ აქვს საკმარისი რომ გარემო ტემპერატურაში გაათბოს. ამიტომ გვაქვს რუხი ცხიმი, რომელიც იღებს ატებს და სითბურ ენერგიად გარდაქმნის. გიგი შენ აგითხარ თუ დიდი აბაზანდა ვერ გამოვშვი? ნაცრებია ეს ოხერი. კარგია. დარწსრულებამდე დარჩა ფასტინგის ალბათ 3-4 საათი? 4 საათი. ჭამა კი არა, არაფერი არ მახსოვს ეხლა წამოვა დოფამინის ზღვა. ძალიან მაკლდა ეს დღეები დოფამინი. აი კიდე რა მაკლია რა და B ვიტამინები. კლინიკიდან რომ გამოდიოდი, ნუკიმ გამაფრთხილა რომ პირველი კვება 100 საათის შემდგომ კრიტიკულია. თუ ბევრ კალორიას ერთ დღეში მივიღებ, შეიძლება რეფიდინგის სინდრომი დამემართოს, ეს სიოსპლის თასში მდგომარეობა. აქ მთავარ როლს B ჯგუფის ვიტამინები, კონკრეტულად კი B1 თიამინი ასრულებს, რომელიც იესად ნახევრაგაც ჩულგონებაზე სულ მომიმორდა თავიდან. თან კიდე სხვა ჯგუფთან ვატარებდი ლექციაზე, საყიდლად გასვლას ვერ ვასწრებდი. ამიტომ სასწრაფოდ გამოვიძახი ამილობის ეს B კომპლექსის ვიტამინი, რომ პირველ უკმავდი ნახევარ საათი ადრე მაინც მოესწრო ორგანიზმს მარაგების შევსება. არა და ბიჭო, ეს საკვები დანამატი გვიდევს ოფისში. მე ვსვამ ხოლმე. რა ფერ მიყვარს პულის ორჯერ გადახდა. ისე იმედია, კაი ვიდეო გამოვიდა და მოგეწონა და როგორც ეს B ვიტამინის კომპლექსი არ გვაწყენს, ეგრე არ გვაწყენს ამ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. ბოლო კინაღამ მოგდა კაცი მშიერი ამ ვიდეოს გულისთვის. კაი, ესე იგი, B ჯგუფის ვიტამინებიდან B1 მჭირდება ყველაზე მეტად, მაგრამ ბარემ ყველა B ვიტამინი იყოს რატო არ ემდო ნახშირწყლების გადამუშავებაში ჩვენ როგორც ვისწავლით, B1, B2, B3 ჩართულები არიან. ამას აქ B1 ვიტამინი 100 მგ მჭირდება 200. ამიტომ დავე 200. სხვა დროს არ დავალდი ალბათ 200, იმიტომ რომ ერთია დღის დოზა, მაგრამ ეხლა არაფერი არ მოხდა ჭამე. ლექციიდან სტუდენტებთან ერთად მივდივართ. ამას რა ქვია, ზეიმი არა, ამას ქვია ნადიმი, ღონისძიება. გავიდა 100 საათი უკვე, სანამ საჭმელი მოვა, პლუს ნახევარი საათი. მთელი 5 დღეა მაღაზია მოვფიქრობ, რა უნდა ვჭამო და მზად არ ვარ. დავამი, მოგოთ, ცოტა ესეთი უცნაური შემთხვევა ყავართ. 5 დღე არაფერი მიჭამია. დღეს ცოტა სუბუქად მინდა. წვნიანი მინდა ხორცის ბულიონთან ყველაზე მიახლოებული რა გაქვს. თათარი ახლი არის უფრო ძვლის ბულიონი. აი ზუსტად ეგ მინდა ზუსტად. ძვლის ბულიონი მინდა. მინდა ბოსტნეული, რომელიც იქნება მოთუშულ ფორმაში. და კვერცხი მინდა აუცილებლად ნებისმიერი ფორმით. ჭამა არის პრივილეგია. ძალიან სულად ვარ მეგობრებო. აღარ უნდა დავიწყო ბულიონი. 50000 რო ვიდეს ეს ვიდეო ვიტყვი რომ ღირდა. სანამ ამ ხორცის წვნიანს ესე გემრიელავთ ხრუპავ შენთვის აჩუქარი მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 100 საათიანი ფასტინგი არის წონის კოდისთვის. და თუ გაინტერესებს ამ პროცესის ღრმა ნუტრიციოლოგიური მხარე,
დაასკანერე ეს QR კოდი. ან გადადი აღწერაში მოსემულ ლინკზე. გადაგიყვანს ფორმაზე, შეგვივსე, მე დაიკავშირდები და შემოგიყვან ჩვენ სივრცეში, სადაც გეულდება მინიკურსი და სადაც დეტალურად ხსნი ყველაფერს, რაც ამ ვიდეოში ვერ ჩავატია. ეს არის მეგობრებო, პროცესი იყო დატვირთული, ასევე საინტერესო. ბევრი უნდა გაითვალისწინოს ამ პროცესში. ეს სტილი არ არის ყველასთვის, რასთავარი არ არის წონის კლუბისთვის. თავის ბენეფიტები აქვს, თავის რისკები და ეგ არის, შემეშვიდე.